ცალკე დისერტაციას დავიწყე. ეს დისერტაციას დავიწყე. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. მე გიგლა ვარგოვიჩია. ქართველთა დიდი გაერთიანება დღეს ჩემს ავტორო პროგრამას დიდ გარღვევას გთავაზობთ. მორიგი შეხვედრაა ჩვენი და მორიგის თუმარიც არანაკლებ საინტერესო, ვინმე წინა იყო და ჩვენ ყოველთვის ასე ვცდილობთ ქართული პრობლემები, ქართლის ჭირი, სრულიად საქართველოს ჭირი, რაც და პრობლემები, რაც ბოლო ხანებში, ბოლო 30 წელი დაუხავდა ქვეყანას და რის გამოც ლამის არის ობსკურის პირამდე მივიდეთ. აი ამ საკითხებზე მოყვავს ძალიან საინტერესო ხალხი, ძალიან საინტერესო რესპონდენტები და ჩემი დღევანდელი რესპონდენტი გახლავთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ეკონომისტი, ცნობილი ანალიტიკოსი, ბატონი დავით გალეგაშვილი. მოგესალმებით ბატონო. გამარჯობა ბატონო გიგლა. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში, რომ ხარ ჩემი სტუმარი დღეს ჩემს დიდ გარღვევაში, თქვენი დებიუტია. და მე დარწმუნებული ვარ, უბრალოდ მინდა დავუპირდე აქედანვე ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ ხშირად შეგახვედრებთ ბატონ დავითს, იმიტომ რომ რამდენიმე ესეთი დიდი თემა და ასე ვთქვათ, წამოუწიე, რომელზეც საუბარი მხოლოდ ერთი გადაცემით და ორი გადაცემით არ მოიწურება. დავიწყოთ და მივყვეთ ჩვენს ჭირს. პირველი ჭირი, რაც საქართველოში ასე ვთქვათ, ბოლო ხანებში რამაც საზოგადოების ტოტალური ღელვა ამბოხი გამოიწვია, გახლავთ ეს ეგრეთ წოდებული ყბადაღებული არაბული ინვესტიცია. მე ვიცი თქვენი სხვა გამოსვლები, თქვენი პოზიცია ვიცი ბატონ დავით. მე ხა ჩემს მაყურებელს მინდა უთხრე უბრალოდ და გავახსენო, რომ ბატონ დავითს სახელმწიფო საჯარო სამსახურში ყოფნის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. მას დიდი გზები აქვს, ასე ვთქვათ, დიდი გზა გავლილი, ყველა საკვანძო თანამდებობა, ეკონომიკური დარგის და მიმართულების ეროვნული ბანკიდან დაწყებული, ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო სამსახური და შემდეგ გავლილი აქვს. ანუ ეს ვერტიკალი, ეკონომიკური ვერტიკალი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოების მან სეპირად იცის, სიღრმისეულად იცის და შესაბამისად ვის აქვს უფლება ილაპარაკოს თუ არა მას ეგრეთ წოდებული ინვესტიციებზე, მისი კეთებზე. ჩვენი მაყურებელი უკვე შეჩვეულია იმას, რომ პირდაპირ ინვესტიცია არის ქვეყნის დამანგრეველი რიგ მომენტებში, იქ პარამეტრებია რაღაცები. აი ვთქვათ, იგივე ის არაბები, რომლებიც ის არაბული ფირმა ეხლა ხანს გამოქვეყნდა უკვე თქვენს ალბათ ნანახი გექნებათ, რომ აი მაშინ რა ქვია ამერიკაში ახორციელებს ყოველ შემთხვევაში სრულიად განახორციელებს დიდი ინვესტიცია, აღონდ სამრეწველო ეკონომიკის მიმართულებით, რეალური ეკონომიკაში და არა ისეთში, როგორც ჩვენთან არის ჩაფიქრებული. თქვენი სიტყვა. გამარჯობა ბატონო გიგლა. მივესალმები მაყურებელს. ძალიან საინტერესო გადაცემები დაიწყო ამ არხზე. შესანიშნავი ქართველი ადამიანები არიან, ვისაც თქვენ აქ ხედავთ. ბატონი დემური, ბატონი გიგლა, ბატონი დავითი და კიდევ ბატონი ზაქარია, რომლებიც ნამდვილად გამობრძმედილები ამ ძიმე ეპოქაში, საქართველოს ძიმე ეპოქაში, ყოველთვის ერთგულები თავის სახელმწიფოსი და მთელი გულით და მთელი ენთუზიაზმით თავის შეძენილ ცოდნას გადასცემენ ყველა თაობას. თან უმაღლესი კვალიფიკაციის ცოდნა შემიძლია ვთქვა. მე მიხარია რომ თქვენთან სტუმრად ვარ. ბატონო გიგლა და შევეცდები რომ თქვენს ყველა კითხვას და მაყურებელთა დაინტერესებას შესაბამისი პასუხის გავცემ. ინვესტიციები საქართველოში პრაქტიკულად არ ხდება. დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან რაც კი რამე ფული შემოვიდა უცხოეთიდან საქართველოში, ეს თანხები მიმართული იყო პირველ რიგში იმის საყიდლად, რაც უკვე აშენებული იყო წინა ხანებში, მე-20 საუკუნეში, ასე ვთქვათ. ნუ შეიძლება მე-19-შეც ყოფილიყო. პორტს გულისხმობ ახლა რკინიგზას მაგალითად, იყო მიმართული წიაღისეულის საბადოების შეძენისაკენ. შემდეგ უკვე 90-იანებში უმძიმესი ომის შემდეგ და სამოქალაქო ომის შემდეგ დაიწყეს ინდუსტრიული დიდი ქარხნების შესყიდვა და ჯართად და აგურებად დაშლა და გაყიდვა. შემდეგ უკვე ნულოვან წლებში წინა ხელ მეტყვით ბატონ დავით, აი ჯართად გაყიდვამ და ინდუსტრიული საწარმოების ეს შეგნებული ნაბიჯი იყო თუ რაღაცა გაუაზრებლად მოუვიდა მაშინდელ ეკონომიკურ ელიტას, ასე ვთქვათ. მე ესე ვიტყოდი, ნახევრად ეს იყო შეგნებული, მაგრამ ეს შეგნება მოდიოდა უფრო
საერთაშორისო ორგანიზაციების შეკვეთით და დაკვეთით. არ მუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ სულ ვიძახით მაგას 30-მა წელმა, თქვათ, დასავლეთის ხელების შემყურე საქართველოს თავისი ინდუსტრიული პოტენციალის რამდენი პროცენტი დაკარგა დაახლოებით? თითქმის ნულამდე ვართ დასული. კი, 90 დაკარგულია. ახლა შენათქმეთ. გესმით ხო ძვირფასებო? აი, ამიტომ შეიქმნა ქართველთა დიდი გაერთიანება. ჩვენ არ ვართ პარტია. ჩვენ ვართ აი ესე შეჭაღარავებული მეც და ბატონი და შეჭაღარავებული უკვე დაფიქრებული გონი აი 30 წელია უყურებთ ქვეყნის პარტახიზაციას. და ჩვენმა თაობამ თქვენთან ერთად თუ არ გააკეთა გასაკეთებელი რაც არის და გამოსასწორებელი რაც არის ჩვენ ამას ავგიდებთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს და ძალიან ვეჭვობ რომ მათ ეს მოახერხონ იმიტომ რომ ისეთი ექსპანსია საქართველოს მიმართ უბრალოდ ჩვენი მიწაწყლის მიმართ, ჩვენი რესურსების მიმართ და ასე შემდეგ. თუ კი რამე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი გაგვაჩნდა, ყველაფერი ევროპის დახმარებით არის გასხვისებული. ამას გეუბნებათ, საქართველოს უახლოესი პერიოდის, აი თქვათ 50 წლის მანძილზე ეკონომიკური ელიტაში მყოფი პიროვნება, პროფესიონალი, დოქტორი, მკვლევარი, მეცნიერი და რა თქმა მამული შვილი, რომელსაც ტკივა ეს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისი, რომ მე ბატონ დავით დიდი ხანია ვაკლებდები, მაგრამ დღეს ჩვენთან პირველად არის სტუმარი და ჩვენ ძალიან დიდ თემებს წამოვწევთ, გაძლევთ ამის პირობას. ბოდიშ გიხდით რომ გაგაწყვეტინოთ, მაგრამ ეს უნდა მეთქვა, იმიტომ რომ მადლობთ. მიხდით ხო? გავყიდეს უკვე პრაქტიკულად ამ ევროპა-ამერიკის გადამგიდე იმან. ნულოვან წლებში დამთავრდა ჩვენი საზღვაო ფლოტილიის გაყიდვაც 59 გემი ყავდა ჩვენ და ნაწილი 90-იანებში გაიყიდა და შემდეგ წინა ხელისუფლებამ დაჩენილი 24 გემიც გაყიდა. ჩვენ ვართ საზღვაო 59 გემი ქონდა. ჩვენ დავრჩით საზღვაო ქვეყანა დავრჩით, არც ერთი გემი ჩვენ არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, ამას უკვე მიაყოლეს სტრატეგიული ობიექტები, როგორც არის პორტები, გადასცეს ყაზახეთს, შემდეგ გადასცეს და ბოლო-ბოლო მაერსკის ხელში გადავიდა, ყულევი გადასცეს აზერბაიჯანს და ეხლა ანაკლიას თვითონ დიდი ხელშეკრულება უნდა დადებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით ხელმოწერილიც არ არის ჩინელებთან. ეს პორტიც დაწყებული არაა. შეიძლება ისინი კიდევ გთხოვენ, რომ მთლიანად მათ ჩინელების ხელში გადავიდეს. საზღვაო ქვეყანა პორტის გარეშე ვართ დარჩენილები. ეს რაც შეეხება იმ ინდუსტრიულ ობიექტებს, რომელიც აშენებული იყო. გარდა ამისა, ნულოვან წლებში გაიყიდა ჰიდროელექტროსადგურები. ეს წინა ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა, მთლიანად გადასცა და ჰიდროელექტროსადგურები რა თქმა უნდა ისინი მუშაობენ, მთელი მოგება, მთელი ძირითადი შემოსავალი ის გააქვთ ასევე უცხოელებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე მიადგა საკითხი იმას, რომ აი ბოლო რკინიგზა გადარჩა, ნავთობსადენები იყო დარჩენილი და ისა ჯერჯერობით გადარჩენილი. რკინიგზა არ იქნა გაყიდული გარკვეული მოსაზრებების გამო, მაგრამ ესეც შეიძლება გაყიდვით დამთავრდეს. ყოველ შემთხვევაში ისეთი ტემპი აქვს აღებული სამივე ხელისუფლებას, მე ვლაპარაკობ შევარდნაძე, სააკაშვილის და ივანიშვილის პერიოდში. სამივე მაუხრებელი გზირია რა. მიადგნენ მიწას. მე გახდით ჯერ 2008-12 წლებში წესქვილის დირექტორი და მეწესქვილეების ასოციაციის ხელმძღვანელი ვიყავი, შემდეგ გადავედი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, 4 წელი ვიმუშავე და ოცნების დროს და ჩემთვის ეს თემა ძალიან ახლობელია პროფესიულადაც და ზოგადად მიწა ყველას ახლობელია ყველა ქართველისთვის. როდესაც მე ვიყავი ამ თანამდებობაზე 12-16 წლებში, მე მომიწია რამდენიმეჯერ შეხვედრა დელეგაციას ხდებოდა საქართველოს მთავრობის შემადგენლობა, ამერიკული ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ერთ-ერთი ძალიან სოლიდური დელეგაცია იყო ჩამოსული და იქ მუშაობა მიდიოდა თქვა საკითხები, რომლებიც შეთანხმებული იყო საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მათ შორის ერთ-ერთი იყო მიწაც. და როდესაც ჩვენ უცხოელებმა გვითხეს, არ იყო ასეთი საუბრებში დაწოლა, გინდა თუ არა გაყიდო, ეს შეიძლება კულისებს მიღმა უფრო ხდებოდა. პირდაპირ საუბრებში ასეთი მოწოლა არ ყოფილა, მაგრამ მაინც ერთ-ერთი საკითხი ჩანიშნული იყო და ჩვენმა ხელისუფლებამ გასცა პასუხი და ჩვენ ვამზადებთ, რომ ესეც მოხდეს. ანუ რომ გაყიდულიყო სასოფლო სამეურნეო მიწები. რატომ კეთდებოდა ეს? რატომ კეთდება სოფლიოში? რამოდენობა არ განსაზღვრულა შემთხვევაში. რაოდენობაზეც ხო არ იყო. არა, რაოდენობა უნდა გაყიდულიყო ულიმიტოდ.
სრული მეთოდით უნდა გაყიდულიყო, უნდა ყოფილიყო სრული უფლება უცხოელებს მიერ ამ მიწის ყიდვისა. რატომ იყო ეს მოთხოვნა? ეს თქვენი მოწონებული ეს დასავლეთ. გამოჩნდა შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც დიდმა საერთაშორისო კორპორაციებმა უკრაინის მიწები გამოიცხიდეს. სანამ ომი დაიწყებოდა, სავალუტო ფონდი და ალბათ დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებას აიძულებდა უკრაინის მთავრობას, რომ ნება დაერთოთ უცხოელების მიწის შეძენისა. ომამდე ეს ნებართვა მათ მიიღეს, ისინი არაძლევდნენ ზელენსკის ხელში მიიღეს. ზელენსკის დროს მიიღეს, არაძლევდნენ დიდ თანხებს, რაც უკრაინას ჰაერივი ჭირდებოდა და ზუსტად ამ მომენტში ომის დაწყების წინ და ომის დაწყების შემდეგ მილიონობით ჰექტარი გადავიდა უკრაინელების ხელში. საქართველოს არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი. მე ერთი თვითი ჩაგერთობით უკრაინასთან დაკავშირებით ბოდიში ვხდი, მაგრამ მაყურებელმა რომ გაიაზროს ეს უკრაინაში ჰანტერ ტომპსონი ისა ბაიდენი, ემისი რა ქვია პრეზიდენტ ბაიდენის შვილი ფლობს უბწყინვალეს შავ მიწანიადაკს კაპიკებში იყიდა 500-600 ჰექტარის ოდენობით. დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ რა. მიწა მამამისმა პრეზიდენტობას ოტოვებდა, ეს ცნობილი ნარკომანია და კიდე რაღაცა სისხლის სამართლის დანაშაულებები არის მისისასა და უადოდ შეიწყალა წინასწარ. რომელი აღარ აი ქუხს ამერიკის დემოკრატია ბატონებო. უძვირფასესი რამ, რაც დედამიწაზე არსებობს, რომელიც უპირველესი მიზანია იმ ადამიანებისა, ვინც ფლობენ დედამიწის უმთავრეს სიმდიდრეებს, ეს არის ვიდრე ენერგორესურსები, ეს არის მიწა და წყალი. ამას აქცევენ უპირველეს მნიშვნელობას. საქართველოს არ იყო მათ წყალთან მივალთ, რაც ხდება. მიწა ინგლისს არ გვაქვს, მაგრამ წყალი გვაქვს. ხო და მიწა არ იყო მთავარი მიზანი საერთაშორისო კორპორაციებისა, მაგრამ საქართველოს არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, თუნდაც უკრაინას მიიღო კანონები და ჩვენ არ მივიღო ამის უფლებას ვინ მოგცემდა. ამიტომ ის ქვეყნები, რომლებიც დამორჩილებული ყავთ მსოფლიოს მმართველებს, ყველას უნდა მიიღოს კანონი, რომ მიწები გაყიდულიყო. ასეა თუ ისეა, წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო უკვე ოცნების პერიოდში, რომ დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა შორის ერთი კარგი ნაბიჯი გადადგა ის, რომ როდესაც ის ბრძანდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ კონსტიტუციაში სრულდება შევიდა, რომ აიკრძალა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების კატეგორიის მიწების უცხოელებზე გაყიდვა, მაგრამ ფრჩხილებში დაიწერა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ეს განსაკუთრებული შემთხვევა განმარტებული არ არის კანონმდებლობით და ახლა მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეთანხმებულად ძალიან მარტივად შეუძლია ისე რომ არც ახსნათ მაინც გაყიდონ ეს მიწები. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ მაშინ აკადემიკოსებმა მოაწერეს ხელი ცხონებული პალატა კოღვაშვილის ხელმძღვანელობით ხდებოდა მთავრობას მიაწერეთ მიმართა და რამოდენიმეჯერ რომ იმდგება კონსტიტუცია იყო ორი კანონი მიწების გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ მთავრობის წინაშემადგენლობა ამას აკეთებდა. მეჯერ არაბებთან არ მოსულა ეს სხვა შემთხვევა არის და ამასაც მოვყვებით. მიწის გაყიდვა კონსტიტუციით აკრძალული წელს იყო კომისია რომ შეიქმნა. კომისია შეიქმნა კი ბატონო, მაგრამ ამ კომისიის შემდეგ კონსტიტუციაში შევიდა 17 წელს მოხდა თუ არ ვცდები 17 შევიდა. მანამდე 13 კომისიამ მორატორიუმი გამოაცხადა გაყიდვაზე. კი ბატონო. ესე იგი ოცნება თითქოს ცდილობს რომ არ გაიყიდოს, მაგრამ რეალობა სხვა არის. სოფლებთან მიმართებაში იყიდება და იყიდება მიწები. აი ბატონი გიგლა და მე ვიყავით 3 დღის წინ ბატონი ვაჟა ოთარაშვილის პოეზიის საღამოზე და იქ ამდენმა ადამიანმა ბრძანა რომ ვაჟა ოთარაშვილი არის ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავისი სოფლის ქვემო ჭალის კუთვნილი მიწების გაყიდვა სასამართლოებში იცავს და 5 სასამართლო უკვე მოიგო. ანუ ჩვენ მაინც ვამბობთ რომ ჯერჯერობით სასამართლო სისტემა მაინც ვერ ერევა ამ საქმეს. აი გაგებით რომ გინდა თუ არა გაიყიდოს თქვა გაიმარჯვა ვაჟა ოთარაშვილმა ბოლო ერთი პატარა ნაბიჯი გადარჩა რომ დამთავრდეს და პრეცედენტი შეიქმნას რომ ერთ-ერთი სოფლის მიწა რომელიც გაყიდული იყო არაბებზე სოფლის ასაშენებლად ეს ყველაფერი დამთავრდეს მათ მიერ წაგებით და მიწების უკან წარქმევით და ჩამორთმევით. ანუ ჩვენ რაღაც იმედები მაინც გაგვაჩნია. თუმცა ეხლა ჩვენ უკვე უახლოვდებით რაც ბატონმა გიგლამ ბრძანა. მანამდე ვაჟა ოთარაშვილს კიდევ ერთხელ ჩემი უზარმაზარი მადლობა. აქვე ჩემი ბოდიში რომ ის აქტიურობა ვერ გამოვიჩინეთ, როგორც საჭირო იყო იქ ადგილზე ჩასული და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა საქართველოს დანარჩენი სოფლებისთვის, რომელსაც მიწები გაუყიდეს, აი ესე უპრაგონოდ ბოდიში ვხდი ამ ჟარგონისთვის, მისმა მოსახლეობას, მის იმ სოფლებში და მის მოსახლეობაში აღმოჩნდეს მორიგი ვაჟა ოთარაშვილი. და დავიწყოთ უკვე უნდა არ შეიძლება ამისი გატარება. ეს ვერ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ქართული მიწა არის ხელშეუხებელი,
ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს და გასხვესდეს არავის. და აქ კაპიტან გიგაურების და ვიღაცების საასპარეზო ნამდვილად არ არის ეგრეთ წოდებული NGO-ები რო ერევიან ამ იმაში. ქართველმა ხალხმა მას ასეთ ქართული მიწის გაყიდვის მოსურნებს არ მაინტერესებს ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იქნება, მოსამართლე იქნება თუ ვინც იქნება, ყველა უნდა შერაცხდეს როგორც საქართველოს მოღალატე. სხვა იარლეყი მე მათთვის არ მემეტება არც ერთ ვარიანტში და მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა ცოდვის სავსე წუთისოფელი უნდა გაატარონ. სხვანაირად ეს სიწუწკე ქართველებისა გარკვეული ფენისა, რა თქმა უნდა, არ მოიშლება. ქართველთა დიდი გაერთიანება სათავეში დადგება ამ ყველაფრის და ყველა იმ ძალასთან ითანამშრომლებს საღზალასთან, რომელიც ქართული მიწების დაცვას მოემსახურება. კიდევ ერთხელ გამოვიეთ, მაგრამ თან უნდა ვაკეთოთ ჩვენ აუცილებლად, რომ ქართული მიწა არ არის დღევანდელი თაობისა. არც 4 წელი ქართული ხელისუფლებისა. ეს არის ჩვენი წინაპრების 8000 წლიანი ისტორიის მატარებელი ერი ვართ. ამ ხელა ისტორია არტეფაქტები დადასტურებული საერთაშორისო კომისიის მიერ აღიარებული, რომ ქვევრი 8000 წლისადეს საქართველოში მარნეულში იგივე მარანეული ერქვა მას უფრო ადრე მარნეული შეკვეცილი ფორმა, იქნა აღმოჩენილი 8000 წლის ისტორიის ერის მიწა. ეს წარსულსაც შეეხება ის, ვინ დღეს ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქეები ვართ, მათი მიწაცაა, მაგრამ გარდა ამისა, ის არის ჩვენი კიდევ 8000 წელი რომ ცხოვრობენ იმ ქართველების, ჩვენი შთამომავლობის მიწაც. არავის არ აქვს უფლება, რომ ეს გაიყიდოს, თუნდაც 4 წელიწად იყოს არჩეული, გინდა 15 წელიწად იყოს არჩეული. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ეხლა გავაგრძელებთ თქვენს მთავარ კითხვას უბრუნდები, ინვესტიციის ნაწილს და შემდეგ გადმოვალოგვე არაბებთან. ინვესტიციების შემთხვევაში რა ხდება კიდევ საქართველოში? თუ კი რაიმე ფული ჩადებულა, მაგალითად ცნობილი მარტინ ბაუერი, რომელიც იმედი ჰქონდა 90-იანებში შევარდნდეს და ჩვენც უყოლას რომ ჩაის ააღორძინებდა პირიქით. მან კონკურენტი ქვეყანა ამოშალა მსოფლიოს ჩაის წარმოებელთა სიიდან. Ferrero, რომელიც იტალიის მთავარი კომპანიაა და მსოფლიოში პირველი კომპანია ამ შოკოლადის წარმოებაში, ყველა ისინი თქვენ მათ პროდუქციას. ჩვენ ვიყავით სამეულში, თხილზე კიდევ თუ მოვაწოდოთ სამეულში ვიყავით ჩვენ თხილის ექსპორტიორ ქვეყანათა შორის. პირველზე არის თურქეთი, იქაც ლაზეთია მთავარი. და ჩვენი ის ტერიტორია თხილის წარმოებელი, კი ბატონო, აი სამსუნამდე ტერიტორიას უთხილით არის რა, ისიც ჩვენი ტერიტორია იყო. 700,000 ტონას დაახლოებით აწარმოებენ ყოველწლიურად, პირველი თურქეთი არის უპირობოდ, მეორეზე არის იტალია, 100,000 ტონაზე მეტად აწარმოებენ და ჩვენ 10 წლის წინ როცა მე ვიყავი სოფლის მეურნეობაში, მქონდა მესამე ადგილი მოპოვებული და ვაწარმოებდით 40-45,000 ტონა თხილს. ვინც Ferrero შემოვიდა აქ, მათი მიზანი არ იყო აქ თხილის წარმოება. შესანიშნავი რა მქონდათ მათ მსოფლიოში. აქ იყო გაენკონტროლებინათ ქვეყანა და ჩვენ მქონდა გეგმა, რომ იტალიას უნდა დავწეოდით. შეიძლება ვერ გაგვესწრო, მაგრამ 100,000 ტონამდე 5-10 წელიწადში მიღწევა შეგვეძლო. და Ferrero პრაქტიკულად მე მას მოვასწრეთ მაგას ალგაკიდებულყვები, აქ ჩამოსული იყო, რომ საქართველოს როგორც კონკურენტი არ გაზრდილიყო. ჩვენ დღეს ვართ მე-7 მე-6 ადგილზე ვართ ჩამოსულები, გაგვასწრო ჩილემ, აზერბაიჯანს, ჰქონდა ჩვენზე ორჯერ ნაკლები, ეხლა ორჯერ მეტი აქ. და ვითომ ფაროსანამ გაანადგურავ. ფაროსანამ სოფლიოში არავის არ ანადგურებს, რაღაც ჩვენ გაგონადგურა. ეს თუ არ იყო მოწყობილი ხელოვნურად კიდევ, როგორც კონკურენტები ჩაძირვა. გარდა ამისა, მაგალითად, ესეც ინვესტორია, ვითომ ეკონომიკის სამინისტროს ასე მიაჩნია. გარდა ამისა, რაც კი ინვესტიციები შემოსულა, ამ შემთხვევაში ლაპარაკობ ისინი, ვინც კონკურენტ დარგებს ანადგურებენ საქართველოში. ერთ-ერთი მაგალითია ბენტონიტის საბადო არის გურიაში, ის ძალიან ძვირფასი ქვა არის და ბერძნებმა შეიჭრიდეს. რატომ შეიჭრიდეს? იმიტომ რომ საქართველოს ასე ვთქვათ, გაეჩერებინათ, აღარ ეწარმოებინათ არ ბენტონიტი არც არაფერი, იმიტომ რომ საბერძნეთი ბენტონიტის წარმოებელი ქვეყანაა. და თქვათ ისიც უთხრათ მაყურებელს, ვინ მიყიდა? ზურაბ ჟვანიამ. დიდობის მანქანაში კი ბატონო, აზერბაიჯანს მივყიდეთ ჩვენ აგარი შაქრის კომბინატი 30-იან წლებში აშენებული აგარი შაქრის კომბინატი, ჯერ კიდევ ბერიას დროს 30-იან წლებში აშენებული, რომ გენახათ, აი 100 წლის წინანდელი ჩარხები მაინც უშვებდნენ შაქარს იმ დონეზე, რომ საქართველოს არ ყოფილიყო დამოკიდებული იმპორტზე. აზერბაიჯანს მიყიდეს, აზერბაიჯანმა გააჩერა, ხანდახან პატარა საამუშავებს რომ რაღაცა უკმაყოფილება არ გამოთქვათ. პარალელურად აზერბაიჯანმა ააშენა თანამედროვე ზემძლაური შაქრის ქარხანა თავისთან და ხან შემოდის აზერბაიჯანიდან, ხან შემოდის სხვა ქვეყნებიდან და შაქარზე დამოკიდებული გავხდით. მაგრამ საქართველოს იმ ხელშეკრულება, რომელიც დადო და აზერბაიჯანს მიყიდა, ვთქვათ, როგორც ინვესტორს აგარი შაქრის ქარხანა, იქ არ არის პუნქტი საქართველოს გაჩერების შემთხვევაში ამოხდება ჩამორთმევა და ასე შემდეგ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნია აზროვნების ის დონე, რომ ხელშეკრულებაში ეს ყველაფერი ჩაწეროს.
არც ერთ მინისტრს მეცნიერებათა დოქტორი ეკონომიკის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დღეს მით უმეტეს აზროვნების უნარი არ გააჩნია. 90-იანებში, ნულოვანებში, 10-იანებში და უკვე 20-იან წლებშიც მათ ხელშეკრულების გაფორმება არ იციან. არცად არ წერია რომ შენ თუ არამას არ ამუშავებ, ამ ხალხს არ დაასაქმებ, ამ პროდუქციას არ გამოუშვებ, შენ ჩამოგერთვება. არ წერია ხელშეკრულებებში და შეიძლება კანონში რაღაცა პატარ-პატარა ბდელი ისენი მოძებნ მუხლები გადაავა ერთ-მეორეს და კი წაართვა ან ბოლო-ბოლო გამოაცხადო კონფისკაცია, რახან არ მუშაობა, მაგრამ ხელშეკრულებაში ისინი გათვალისწინებული არაა. ამის შესანიშნავი მაგალითია, რომ ხელშეკრულების დადება არ იციან. ჯერ ერთი ნამანხვანის შემთხვევა, როდესაც ისე გააფორმა ეკონომიკის სამინისტრომ ახტაცებულია, მithom ინვესტიცია შემოდის ხესი გვექნება, რომ მიყიდეს ის მიწა, რომელზეც არ უნდა აშენებულიყო ხესი, სხვა ტერიტორია იყო, კაცო ხესისთვის დამატება კიდევ დაუმატეს და სხვა დიდი ტერიტორია მიყიდეს, ალბათ მინერალების 16 კილომეტრის გადასაცემად, კი ბატონო, ის შეხებაც არ ქონდა. და გარდა ამისა, იმ ხელშეკრულებას შეწერა $400 მილიონი ჯარიმა, თუკი საქართველოს არ მისცემდა საშუალებას, რომ ხელშეკრულება აღსრულებულიყო. ხელშეკრულება მართლაც არ აღსრულდა და საქართველოს დაედო $400 მილიონი ჯარიმა. არც კი ვიცი გადავიხადეთ თუ არა, მაგრამ საერთაშორისო არბიტრაჟმა ჩვენ წავაგეთ, ალბათ მართალიც იყო ეს არბიტრაჟი, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულების გაფორმება არ იცის, არ გააცნობს თავის ხალხს, ეს რაზეა საუბარი, რომ ვიღაცა მურჩიოს, სპეციალისტმა ურჩიოს, რომ არ შეიძლება $400 მილიონი ჯარიმის ჩაწერა ხელშეკრულებაში. მაშინ როცა ამ ფესის აშენება თუ დღედებულება $400 მილიონია, გაბერეს ეს ნახევრიც გაბერელი იყო მილიარდი დაარქვეს, მაგრამ $400 მილიონი ჩვენ ჯარიმა უნდა გადავიხადოთ, ნაცვლად იმისა, რომ ამ $400 მილიონით ჩვენივე საქართველოს კუთვნით ჰესია გვეშენებინა. დავით, კი, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს თქვა, მინისტრი ვინ იყო მაშინ? ეს მე ახლა იმდენი მინისტრებია გამოცვლილი, სულ ყველა გაერთიანებული მიყავს ამაში. მაგრამ ეს ხელშეკრულებები სხვა უწყებებთან, სახელმწიფო უწყებებთან ხო გადის? საიდუმლოა, საქმეც მაგაშია, რომ საიდუმლოდ არის გამოცხადებული. ეს არაბებთან ხელშეკრულებას მთავრობის დადგენილებით გამოცხადებული როგორც კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი. არცას არაა ცნობილი ჩვენთვის და ახლა მოვადეკეთ უკვე არაბებს. ბატონო გიგლამ, ეს წინა სიტყვა დამჭირდა, იმის უცნაურ ხამდე მოსულიყავო. აქაც კორუფციული კომერციული საიდუმლო, მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა. არის სოციალურ ქსელებში. სადაც ბოლო პუნქტი წერია, რომ ეს არის კომერციული საიდუმლოს შემცველი დოკუმენტი. ამიტომ ეს არ უნდა გასაჯაროვდეს. ამიტომ ჩვენ არ ვიცით ამ ხელშეკრულებაში რა წერია. შეიძლება ანალოგიური ჯარიმები ეწეროს, შეიძლება კიდევ სხვა რაღაცა ეწეროს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა მე არ მინდა რომ ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის უკვე დანაშაული. ვიდრე ფაქტი არ მოხდება, მე შემიძლია თქვა ნამანხვაზე რომ დანაშაულია, როგორც მოქალაქე, მაგრამ ვიდრე ფაქტი არ მოხდება, მანამდე არ მინდა გავასწრო რომ მოვლენებს, მაგრამ შემიძლია თქვა რომ ეს არის უზარმაზარი რისკის შემცველი დოკუმენტი და რეალობა, რომელიც საქართველოს შეიძლება მეხივით დააწყდეს თავს უახლოეს 10 წლებში. და რატომ? ხელშეკრულება უცნობია. ხალხი მოითხოვს, რომ ხელშეკრულება გააცნონ საქართველოს საზოგადოებას, იმიტომ რომ თუნდაც ნამანხვანის მაგალითზე ჩვენ არ გვჯერა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ის ხელშეკრულებაში მონაწილეობა მიიღო, მაგათ თუ დააწერნებდა მათ, იმათ რაც მოუტარეს, იმას მოაწერეს ხელი, შეიძლება რაღაც 1-2 მუხლი შეცვალეს და მათი კვალიფიკაცია ნამანხვანის დროს გამოჩნდა, ახალი მინისტრი ხალბატონი, ახალი მოსულია და ახალგაზრდა ხალბატონია, გამორიცხულია, რომ მას ამდენი გამოცდილება ჰქონდეს ამ მასშტაბის ხელშეკრულებების შედგენაში. ტურიზმის იქით არაფერი შეხება არ ქონია. ამისად პირველი რაც გასაკეთებელი ეს არის გააცანეთ ხელშეკრულება ქართულ ხალხს, ერს და სპეციალისტებს. მეორე, ჩვენ ბატონმა გიგლამ შემზე მეტიც და ალბათ ბატონი გიგლა მასე ბრძანებს, ჩვენ გავიგეთ რომ ამ არაბულ კომპანიას ბევრ ქვეყანასთან ქონია შეხება. სადაც აფრიკული ქვეყნებია, მე მგონი აზიურიც არის, ევროპული ქვეყნებიც არის და ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ძალიან მარტივია, დაავალეთ ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩებს, შეისწავლონ ძალიან სწრაფად ეს ინფორმაცია, სად გაამართლა და რას ნიშნავს გამართლება, სად არ გაამართლა, სად უჩივიან, სად დანაკარგებია, სად სახელმწიფო მოიგო და სად წააგო. ჩვენ მოგვიწით საშუალება რომ ამაზე ვიმსჯელოთ კვალიფიციურად. მაშინ მე გავუიოლე ბატონო დავით, ახლა თქვენ ეს ასე ვთქვათ თვალებში სატოპკე ამიწიეთ. მე წინა გადაცემაშიც ვთქვი და ეხლაც მიუმართავ ჩვენს პრემიერ-მინისტრს შესაბამის სტრუქტურებს, მათ ხელმძღვანელებს და ვეთქვით, მე თუ მოვიძიე და არ გამიჭირდა ვთქვათ თქვენ საელჩოების დახმარებით, ახლა როგორც ბატონმა დავითმა ბრძანა, თავისუფლად შეგიძლიათ ამ ინფორმაციის მოპოვება. სერბეთში პრობლემები აქვს ამ კომპანიას და ამ პიროვნებას, მოჰამედ ალაბარანს, შემდეგ გვარი ხორმეშლება, ხო, შემდეგ
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი და მინისტრი ეკონომიკის იქაური ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო, იმხელა რეპუტაციული ზიანი მიაყენა, რომ დღემდე ოპოზიცია ამას ისადა ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის ხომაზეც დააყენეს ეს საკითხი და იმდენად უსუსური გამოჩნდა ალბანეთის ეკონომიკური სექტორი თავისი პრემიერ-მინისტრიდან, როცა ამ კომპანიას და კერძოდ ამ მოჰამედ ალაბარანს ანდო ამხელა საქმე. 3000 ბინა და 3000 ობიექტი ჰაერზეა გაყიდული ფული მიტასაკუთრებულია, პირობა შესრულებული არ არის და ასე შემდეგ. სერბეთიდან გითხარით გამოაგდეს ბელგრადიდან პრაქტიკულად თვითონ კი განაცხადა ამან მოჰამედმა რომ წამოვედიო თვითონ მაგრამ სინამდვილეში გამოგდებულია. ინდოეთში 2100 მოქალაქე უჩივის და ვეღავეგი ხა იგივეა აფრიკის იმაში რაღაცა იქ ტაჯიკებმა გავრცელდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია რომ ტაჯიკებმა ახლოს არ გაიკარს იქ საერთოდ 16 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა გაეკეთებინათ თითქოს ამ კომპანიას. ამიტომ თქვენ გაქვთ სრული ბერკეტები, ჩვენ ვალდებულება რომ გითხრათ, გაგაცნოთ, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ამ შემთხვევაში მოყვარები ვართ და გვინდა რომ ქვეყანა გადარჩეს ახალ სიცხულს. პირიქით თქვენი უშიშროება, თქვენი სპეციალური სამსახურები, საელჩო დიპლომატიური სამსახურები უნდა დაინტერესდნენ ამ მონაცემები და გადაამოწმეთ ბატონები. რა პრობლემაა? და თავისუფლად შეგიძლიათ, ახლა მე ამას როგორც პუბლიცისტი ესე გეუბნებით, თავისუფლად შეგიძლიათ ახალი გარემოებების გამო ხელშეკრულება გადაიხედოს, მაგრამ აუცილებლად უთანხმოებით და ქართული ხალხი ამას აუცილებლად მიაღწევს, რა დონის ღონისძიებების გატარებაც არ უნდა დაგვჭირდეს, თქვენ მოგიწევთ ამ ეგრეთ წოდებული ფსევდო-კომერციული საიდუმლო გარიგების გამომზეურება და ხალხისთვის ახსნა. თქვენი არ არის მიწები არც ქართული ოცნების, არც სააკაშვილის ხელისუფლების და არც შევარდნაძის და რა ვიცი მე სად გაგამწესებთ ქართული ხალხი, ჯერ კიდე საკითხავია თუ ამ ტემპით გააგრძელებთ. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ქართულთა დიდი გაერთიანება ბატონო დავით უახლოეს ხანებში უკვე ჩავალთ იმ ობიექტებზე, იმ რაიონებში, თუათ თელავის რაიონში, მაშინ რა ქვია, ტყიბული და სხვაგან აგერა ახლოს კახეთის ზონებში, სადაც არაბებზე და კიდე სხვა ტომელებზე არის მიწები გაყიდული და აუხსნით და ვაჩვენებთ ქართულ საზოგადოებას, რა დღეში ხავთ იქ ვითომ სამუშაო ადგილები რო გაუჩინეს, ვითომ ფსევდო-სამუშაო ადგილები და მონებად რო ამუშავებენ სხვის ტომელები ქართულ მოსახლეობას და ქართველებს კიდე სასოფლო-სამეურნეო თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიუძღვნელია, საწვავის ფასები კატასტროფა, ხე ვერ ამუშავებს, ვერ ყიდის შემოტანა ვერ გაყიდი პროდუქციას, დემპერატურული ფასებია და ასე შემდეგ, ხო? ანუ სპეციალურად ძირავთ სოფლის მეურნეობას. ესე გამოდის, სხვა ფაქტი არ იკეთება. ბოდიში მოვხდი, მაგრამ ეს იმისთვის რომ უფრო აუცილებელი ინფორმაცია იყო. ჩვენ კი არ გებრძვით და ესე იმით რა ქვია, რაღაცა ჯიუტად კი არ ვიმეორებთ, ჩვენ გავთხილებთ. და ცხვირი არ წაიხეთეხოთ ემანდ, იმიტომ რომ ეს არის ქართული მიწა, ეს არის კობახიძის საკუთრება, არც ივანიშვილის, არც გობეჭიას, არც გალეგაშვილის და არც არავისი საერთოდ ეს არის ქართული ხალხის ერის საუნჯია, ერის სამფლობელოა და აქ ერმა უნდა გააგრძელოს ცხოვრება, ქართველმა ერმა და უნდა გაძლიერდეს და გამრავლდეს ქართველი ერი. რას უსმობთ ამ მიწებს? ეგრე ჩადით, თქვენ ბძანეთ ერთ-ერთ იმაში გადაცემაში ჯუგაანი, ხო? იმაში გალავანი კახეთში თელავში. გალავანია შემოვლებული. ცხვირს ვერ შეყოფ. 90-იან წლებში 60 სახლი აშენებული. იქ ვერ შეხვა. აჰა, იქ ვერ შეხვა. ბურები რო ჩამოასახლეს აგერ სართიჭალასთან ყურისძირში. მე ველაპარაკე რამდენიმე წლის წინათ სართიჭალელ მოსახლეობას, გლეხებს, ფერმერებს, ყველაფერი. ხმელ ბალახს არ გამოგვეტანენ იქიდან. არათუ ცხვირს შეყოფ იქ. და თქვენ ამას ინვესტიციასაც აღიდგა დალოცულება, ვისატყუეთ რა. სასწრაფოდ მომართეთ მექანიზმები, რომ ყველა ეს ეგრეთ წოდებული ინვესტორს დააბრუნდეს ეს თავის კაპიკები და იმ წუწკმა გამგებლებმა, თუ ვინც გააკეთა ეს სოფლის აკრებულოებმა, თუ ვინც გააკეთათ, იმათ მოეთხოვოთ პასუხი და მიეკრებთ იარლექი, როგორც საჭიროა საქართველოს მოღალატე, სამშობლოს მოღალატე ზუსტად რა. ქართული მიწის გამყიდველი ჩემს თვალში და დღეს უკვე გონიერი ქართული საზოგადოების თვალში აღიქმება როგორც სამშობლოს მოღალატე. ეს კარგად გაითვალისწინეთ. ეხლა შევეხოთ უკვე ამ რეპუტაცია შელახულ არაბებს და ეხლა ბატონო გიგლა, ესე იგი, რაც თქვენ ბრძანდეთ, ესე შევავსებთ ამ ფაქტით, რომელიც ერთი თვის წინ გამჟღავნდა. მცხეთა თიანეთის გუბერნატორის მოადგილემ $400,000 მოითხოვა და ნაწილი აიღო 2 ჰექტარი მიწის გაყიდვისათვის ხთანზე. 2 ჰექტარი მხოლოდ. რაზე საუბარი? და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აბა რა ქვია, 100 და 1000 ჰექტარზე. აბა
გარდა ამისა, საქართველოს არის მოუმზადებელი კანონმდებლობა მისი არ არსებობს, რაც დაარეგულირებს უცხოეთიდან შემოსული უცხოტომელების წესრიგს, ვის მიენიჭება მოქალაქეობა, ვის ცხოვრების უფლება მიეცემა, ვის ბიზნესის წარმოების უფლება მიეცემა. ჩვენ ვართ მოუმზადებლები. ამიტომ შეიძლება ამ არაბულ კომპანიასთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ უცებ შემოუშვა საქართველოში ძალიან დიდარი ხალხი რა უხარიათ. იმდენარი ხალხის შემოსვლა რა გიხარიათ, მე ვერ გავიგე კაცო. მე არც ის გამიხარდება, რომ ქართველი მილიონერი იყოს ფეოდალი და იმას ყმატყავდეს 99% ქართველებისა და მithumetes არ გამიხარდება ეს უცხოტომელი და mithumetes თუ არაბი იქნება კაცო. რა თქმა უნდა, მე აქ მილიონერების უბანი, სადაც ადამიანების ეუნიდან გადმოგხედავენ და ჩვენ ფეხსაცმელების მწმენდამებს დავსავსებით. ან კიდევ კუბა რომ იყო ფიდელ კასტროს რევოლუციამდე, რას გავდა კუბა? კაზინოები, ბორდელები და მეტი არაფერი არ იყო და საწყალი გაუბედურებული კუბელი ხალხი და ამერიკელების და კიდევ ვისი აღარ მილიონერების გრიალი მიდიოდა იქ. ვის გაეხარდება საქართველოს ასეთი მდგომარეობა? ვისაც იჭირდება ეგეთი ფულიანი ხალხი? ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ გაჭირვებულები, უფრო რთულად გქონდეს ცხოვრება და უფრო გვიჭირდეს ეკონომიკურად სახელმწიფოს, ვიდრე აქ მილიონერებმა 5 წელიწადში ბიუჯეტში რაღაცა შემოიტანონ აგურით ალახის გულისთვის გადაეხადოს ბიუჯეტში და ამას მოაყოლონ თავიანთი მოსამსახურეები, თავიანთი მუშები და ხელოსნები და ამით დაიპყრონ ჯერ დედაქალაქი საქართველოსი, თბილისი და შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ბათუმი. ვის გაუგონია ასეთი რაღაცა? პრობლემა რაც შეიძლება მოხდეს, უზარმაზარი რისკი, მოუმზადებლები ვართ კანონმდებლობით ცალსახად. გარდა ამისა, ეკონომიკური საფრთხე უკვე ექმნება ამ მილიონობით კვადრატული მეტრის ასიების შემთხვევაში ქართულ კომპანიებს, რომლებიც ბოლო წელიწადია ჩამოყალიბდნენ ბათუმში შესანიშნავი სტადიონი ააშენეს, კარგი კორპუსები შენდება თბილისში. აქ კონკურენციამ გამოუჩენთ ამ ქართველებს, კაცო, ისინი იძულებულები გახდებიან, რომ ისევ ან არაბებს, ან ირანელებს ვიღაცებს იმას მიყიდონ თავიანთი ბიზნესი საბოლოო ჯამში. ნახეთ რა კარგი რაღაცა ბრძანეთ ახლა თქვენ. აი ავტოინდუსტრია ჩვენ როგორც ავტო მანქანების ასე რეექსპორტი ხო რეექსპორტს ვაკეთებთ რა აზიის ქვეყნებში ხო ყოფილ მოკავშირეებში რუსეთი მაგრამ აზია განსაკუთრებით საინტერესო ქართულ დილერებსაც და უცხოელ დილერებსაც ერთნაირი პირობები აქვს აბსოლუტურად შექმნილი. ანუ ისინიც მონაწილეობენ ამაში და შეავაჯობენ ცოტა ხანში. ხო და გვაჯობებენ და უკვე დაიწყეს ქართველების შევიწროება და ამ ექსპორტს ვინც ხელმძღვანელობს ხო იმათი კომენტარები ვნახე ამასინა სოციალურ ქსელში ნუ ძიმე სიტუაცია იქნება და ყველგან ასე იქნება ანალოგური სექტორი. ყველა დარგში ასე ხდება კაცო ჩვენ წაგვართმევენ ყველაფერს და გარდა ამისა ეს დიდარი ხალხი რა შემოვა ის რაც ზვირფასია საქართველოში საბადო იქნება ეს წიაღისეული იქნება თუ რა იქნება ისევ ისინი შეიძენენ 100 მილიარდი რო გაქვს ორ თვეში შემოსავალი ქვეყანას კაცო საუდის არაბეთზე და ემირატებზეა ლაპარაკი და გადაიხდი 10 მილიარდს და მთელ საქართველოს იყიდი ყველაფრიანად ჩვენ აქ ხმევათაც ახლა გავჭირდებით იმას აღარაფერში კაცო როგორ შეიძლება ასეთი დიდრები შემოშვება ჩვენ სანამ ეთერში შემოვიდოდით ბატონ დავით უთხარი ესეთი სრულიად ახალი ფაქტი ჩემთვისაც ახლა იყო და იმედია ოდესმე ამას გამოიყენებს მაგრამ მე გადავამოწმოთ კიდეც და მე თვითონ მოვისმინე ზუსტად დღეს გადაცემაში წამოსვლის წინ რაღაც ინტერნეტში ამომიგდო მაქსიმ შევჩენკოს ცნობილი პოლიტოლოგის და ასე ვთქვათ პუბლიცისტის და მებრძოლი პიროვნების სიტყვა და იქ მთავარი რა იყო მან დაასახელა ციფრები საუდის ოჯახის დინასტია ვთქვათ ეს ხალიფატის ეს მთავარი ისინი რამდენ ქონებას ფლობენ ტრილიონ 1 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი ეხა საქართველოს ბიუჯეტის შევადაროთ და რაღაც და პირდაპირ დადო ამ ოჯახს ბრალი დასდო ბრალი პირდაპირ ღია ეთერში რომ ეს ოჯახი მათთვის ინტერესის მქონე ქვეყნების პირველ პირებს და ხელისუფლებას ყიდულობენ პირწმინდად და ჩვენ ნახეთ ჩვენ ქვეყნებს ყიდულობენ ზუსტად და ამიტომ იყო აღშფოთებას ვერ მალავდა მაქსიმ შევჩენკო მაგრამ აბა გავიხსენოთ ის კადრები როგორ დახვდნენ ამათ აქ ხო გახსოვთ თუ აგვიშენებენ მე მომწონს ვაჟა თარაშვილის თქვა კოსმოდრომს კი ბატონო კოსმოდრომი ააშენე ინვესტიცია ჩადე და რაკეტები გაუშვი ქარხანა მრეწველობა პირდაპირ მომძანდი ჩვენს ფასად დავხვდები მაგრამ მიწასპეციალობაში ხალხი თუ არ ჩამოგვისახლა მაგის წინააღმდეგები ვიქნებით ცალსახად გარდა ამისა ბატონო გიგლა ნახეთ კიდევ რა არის გარდა მიწისა არავინ არ აქცევს ყურადღებას ძალიან მალე 2-3 წელიწადში ყველაზე ძვირი დედამიწაზე გახდება მტკნარი წყალი
დედამიწა შრება. დედამიწაზე სიცხე მატულობს და მატულობს. არაბეთის ქვეყნებში, რომლებიც უდაბნო ქვეყნები არიან ისინი, იქ ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. იმიტომ რომ ტემპერატურის მატება იწვევს მეტ დანახარჯებს იქ კონდიციონერებზე და კიდევ სხვა რაღაცეებზე, ამიტომ ისინი ისწრაფვიან, რომ შეიძინონ მიწები ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. თავარი მიზანი ეს არის წყალი საბოლოო ჯამში. შარშან კადრები დუბაიში ხო გახსოვთ სიცხემ რაღაცა რეკორდულ ნიშანს 47-40 გრადუსი. 20 წელიწადში კატასტროფა იქნება. აქცია და მანქანების აი პარკიზები და რაღაც ეგეთები პლასმასი ჩამოდნა. ნუ ოთხლდება. ხო, ჩამოდნა. ეხა ისინი ამ 64-ში როგორ ფიქრობ, აქ რომ მიწას მიყიდი, რას გააკეთებენ რა? კავკასიონის შესასარგებლოდ გააკეთებენ, რამეს როგორ კავკასიონის ფერდებს და ვინ ცხოვრობს აქ? წყალია ბოლო-ბოლო მთავარი მიზანი. და კლიმატი. ეს ქვეყანა გაწმინდონ ქართველებისგან და საბოლოო ჯამში თავის ხელში აიღონ. რა ინვესტიციაზეა ლაპარაკი. ეს ჩვენ ახლა რაც მოვასწარეთ, კიდევ არ შევეხეთ ეთნიკური ჩანაცვლების მომენტსაც. ეს უძინესი პრობლემა. ბატონი დემური გამოდის კულტურათა შეუთავსებლობა. ხო, ძალიან მაღალ დონეზე გამოდის. რომ არ ლაპარაკობენ რომ იმ ალაბარმაო თქვაო რომ 60%-ო იყიდიანო არაბები და უცხოელებიო და 40% ქართველებიო. ჯერ ეს ერთ კვადრატული მეტრი $500 ღირს. სულ რო ქართველს რომ კონდეს ეს ფული და ამდენი ფულის გადახდა შეიძლება. ესე იგი უნდა გადაიხადოს მან $1,000,000 უნდა გადაიხადოს. ისთვის კაცო. ის გარემოში 200 კვადრატულ მეტრ ბინაში მილიონი. მილიონი თუ აკაც, რატო იყიდის არაბების სამეზობლოში? შეჩეთის გვერდზე ბინას 200 კვადრატულ მეტრს, როცა შეუულია $1,000,000 მართლაც მთელ საქართველოში ნებისმიერ ადგილზე აშენოს სასახლეები. იქ ცხოვრობს. რა უნდა იქ რო აშენოს ქართულს, იქ როგორ იყიდის ამ ბინას და ეს როგორ შეიძლება? ახლა რომ წარმოვიდგინოთ ზღაპარი, რომ მთავრობას უნდა მაგალითად არ უნდა ხა მე ამას ისე ვყვები ზღაპარში ოცნებაში გადავდივარ ახლა ოცნება მიღებული ტერმინია და ასე ვიოცნებოთ. მთავრობას რომ უნდოდეს მაგალითად რომ ხელი შეუწყოს საქართველოში მრავალშვილიანი ქართული ოჯახების შექმნას და გამრავლებას, რაოდენობრივად გაზრდას და გადაწყვიტოს რომ აი ეს შესანიშნავი უბნები და ქალაქები თუ რაც რო აშენდება, ეს უნდა გადასცეს 75%-ს მარტო ქართველების იქნება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ესეც კი სახიფათო იქნება. ის 25% რომელიც შემოვა ფულით ხელში, თავიანთი კონცენტრირებული ცხოვრებით. ჩვენთვის არაბი რა იყოს 25 და ჩვენ 75, ისინი მოგვედავიან. დიდარი ხალხი წაგვაქცევენ ჩვენ ბატონო. ამის მაგალითები არსებობს რომ მე პრაქტიკულად ახლა ძირითადად მიმოვიხილე საკითხი. თქვენ გქონდათ ერთ-ერთ გადაცემას უყურეთ თქვენს გამოსვლაზე აბსოლუტურად სწორი შენიშვნა 30 წელი 100 წელის წინ თქვათ ჰერეთი ჩვენ საკუთრებაში იყო და ჩვენს განმავლობაში და პრაქტიკულად აგვართვეს. აგერ აფხაზეთი დაუკარგეთ, აგერ ოსები, აი ესე ნელ-ნელა ინტეგრაციის მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი იყო ზუსტად. ეხ ჩანაცვლების პროცესი და აი ესე ნელ-ნელა ისინი მრავლდებენ. მით უმეტე ჩვენი გამრავლების და დემოგრაფიული პრობლემები ვიცით და საქმის კურსში ვართ. ანუ დავით ეხა აი ეს ინვესტიცია, ანუ ჩვენ ცალსახად აფასებთ, თქვენ ცალსახად აფასებთ როგორც დანაშაულებრივს და მით უმეტეს ამ მე ესე ვიტყოდი, სანამ არ მოგცემენ, რაც ეხლა განვაცხადე, შეკრულებას საელჩოების შეგროვებულ ოფიციალურ ინფორმაციას. ბატონო, აგიგა მოიძია ყველაფერი. იქ ეჭვშეტანაც არ შეიძლება, მაგრამ ოფიციალურად მოწოდებული საელჩოების მიერ და ეს რომ გაეცნობა საქართველოს მოსახლეობა. გაეცნობა ხელშეკრულება. მე შეიძლება ვთქვათ, რომ დანაშაულებრივია თუ არა. მე კი ვგძნობ, რომ ეს შეიძლება იყოს, მაგრამ წინასწარ მაინც თავს ვიკავებ, სანამ ამ ყველაფერს არ დავინახე. კი ბატონო, მაგრამ თქვენ ხელა გამოცდილება გაქვთ, რომ ნამანხვანი ამას მაგალითია შეიძლება. დიახ, ნამანხვანი და კიდე ახლა რიგით საზოგადოებამ ვიცით ეს ყველაფერი. თქვენ ამასინა ძალიან პირველმა სხვათა შორის მინდა ჩემს მაყურებელს მიმართო და უთხრა რომ საქართველოს ეკონომიკური ელიტიდან ასე ვთქვათ ექსპერტთა ელიტიდან პირველმა დავით კალეგაშვილმა გაამახვილა ყურადღება სამეგრელოს გურიის რეგიონში თხილის მრეწველობა ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, თხილის კულტურის სავალალო მდგომარეობაზე, მის გაყიდვაზე, მის ინდუსტრიაზე, თუ როგორ მიზან მიმართულად ნადგურდება, ხო ეს სფეროს პრინციპში და უკან მოიცევს სტატისტიკით და ციფრებით და წამოწია ეს საკითხი ძალიან საინტერესოდ. მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელსაც აუხსნათ ეს სიტუაცია, პრობლემის არსი და გამოსავლის მოძიება, ასე ვთქვათ, რატო არის ეს კი ბატონო 2012-16 წლებში მე გახდი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მათ შორის თხილის საკითხიც და კურირებდით რა სფეროს?
იქ კურირებდი რამოდენიმეს, იქ იყო ნიადაგების საკითხი იყო, იქ იყო მელიორაციის საკითხი, მაგრამ ეს დარგი, რომელიც თხილს შეეხებოდა კოოპერაციის საკითხს კურირებდი კოოპერატივების შექმნას და ეს თხილის საკითხიც კოოპერაციული მიმართულებიდან ჩემს კურაციაში გადმოვიდა. ისევე როგორც ნიადაგები და კიდევ რამოდენიმე სხვა საკითხი. ახლა მოგახსენეთ რაც გაკეთდა სამეგრელოში. მაგრამ ჯერ მოგიყვანთ ციფრებს. 15-16 წლებში წელიწადში საქართველოსთან ექსპორტებზე გადიოდა 180 მილიონი დოლარის თხილი. 180 მილიონი დოლარის თხილი. მაშინ ფასი უფრო პატარა იყო, ნაკლები იყო, ვიდრე ის არის დღეს. დღეს მაღალი ფასებია თხილზე. შარშან და წელს, აი ეს ორი წელი რომ შევადაროთ, შარშან იყო 80 მილიონი ექსპორტი, წელს არის ფასების ზრდის გამო 100, 110, 120 მილიონი დოლარის ექსპორტი. ესე იგი პრაქტიკულად განახევრებულია. თხილიდან მიღებული შემოსავლები განახევრებულია. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო, კაცო? მაშინ აზერბაიჯანს ჩვენზე ორჯერ ნაკლები ქონდა წარმოება თხილის პროდუქციისა და დღეს ორჯერ მეტი აქვს. მესამე ადგილზე აზერბაიჯანმა გადაინაცვლა. თუ ჩვენთან ფაროსანაა და აზერბაიჯანში ვერ დააზიანა ფაროსანაა, ის აზერბაიჯანი გონიერი ხალხი მართავს ეკონომიკას, კაცო, ისინი მართავენ თავიანთ დარგებს გონივრულად. ჩვენთან ამის უნარი ეკონომიკის გუნდს არ გააჩნია, არ იციან. მე ადამიანებს ვიცნობ, კაცო, ბევრი ჩემი კოლეგა არის, ბევრი კარგი ადამიანიც არის, რა იყო, პატრიოტიც არის, ყველაფერი, მაგრამ არ იციან ეს როგორ გააკეთონ. ჯერ არ ესმით თეორიულად და შემდეგ რომც გააგებინო თეორიულად, პრაქტიკულად როგორ უნდა გააკეთონ, მაგრამ ესეც არ იციან. ახლა მოვყვები რაც გაკეთდა და რაც დაემართა შემდეგ ამ ყველაფერს. ჩვენ 15-16 წლებში გადავწყვეტეთ რომ საქართველოში კოოპერაცია გაგვეთავრებინა და რატომ? იმიტომ რომ თქვენ ჩემთან პირად საუბარში ბრძანეთ ბატონო გიგლა რომ ხალხიო სამეგრელოში, გურიაში ძალიან შეწუხებულები არიანო. თვითონ 3 ლარში, 5 ლარში თუ ჩააბარებენ და შემდეგ $10 იყიდება უცხოეთშიო. ამიტომ ამ პრობლემის 40 ლარის ეკვივალენტი იყო 15 ევრომდე მევიდა. წარმოიდგინეთ ამ ხელაფასი არის ხო? 15 გამონაკლისი ფასია, მე ხარ თვითონ თურქეთში დაეწვათ მოსავალი. ამიტომ ამ მიზნით რომ ეს შემოსავალი გადანაწილებული იყო სამართლიანად მეგრელებისთვის, გურულებისთვის, ცოტა იმერლებისთვის და ცოტა კახელებისთვისაც, იმიტომ რომ კახეთიც არის პატარა ბაღები არის იქ, მაგრამ თავად აქ იყო სამეგრელო იყო ცენტრალურ შემთხვევაში და გურია, რომლებსაც ჰქონდათ თავარი შემოსავლის წყარო, ეს იყო სწორედ თხილიდან, ჩვენ გვინდოდა რომ შეპესეებს და დიდ კომპანიებს არ მოეპოვებინათ მთელი მოგება, რაც თხილს შეიძლება მოეტანა საზოგადოებისთვის და მაცხოვრებლებისთვის და ფერმერებისთვის. ამიტომ შევარჩიეთ სოფელი დარჩელი მოგეხსენებათ ეს 90-იან წლებში ყველაზე დაზიანებული სოფელი იყო თბილისის ცენტრალური ხელისუფლება რო ჩაიგდო ხელში იმ ადამიანების მიერ და იმათმა დიდი ტკივილი მიაყენეს ზოგადად სამეგრელოს და განსაკუთრებით დარჩელს. ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ დარჩელი, გარდა იმისა ის იქ მრავალი ოჯახი სახლობს, ბევრი პლანტაცია იყო გაშენებული არა მარტო დარჩელში, არამედ მეზობელ სოფლებშიც და ამიტომ 6 ოჯახი გადაწყვეტა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ჰქონდა ძალიან კარგი კოოპერაციის სააგენტო, რომელიც ექვემდებარებოდა იმ დროს, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მთავრობაზე გავიტანეთ, მაშინ გახდათ პირველი ჯერი იყო ეს ირაკლი ღარიბაშვილისა, როგორც პრემიერ-მინისტრისა, იქ იყვნენ მინისტრები, კვირიკაშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, ჩემი ახლობელი და მეგობარი ნოდარ ხადური, აცხოვრო სოფალმა გარდაცვლილი, ძალიან კარგი ადამიანი, ფინანსთა მინისტრი იყო, მაშინ ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი გახდათ ინფრასტრუქტურის მინისტრი და კიდევ მთელი მთავრობა ესწრებოდა და ეს საკითხი მე წამოვაყენე რომ პირველი მოდელი, მაგალითი კოოპერაციისა, რა შეიძლება ხალხს მოუტანოს, მოდით დარჩელში ავაშენოთ საწყობი, სადაც იქნება თხილის შესანახი საშუალება და სადაც იქნება თხილის მიმღების საშრობი. და იქ იყო ახლა კამათი ეკონომიკის სამინისტრო, ამის წინააღმდეგი იყო, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რაღაცა ესე ჯობია რომ შეპესეებს მივცეთ, ნოდარივაც კითხა ხადურმა დათო ეს ხარ ჯობია სხვანაირად გავაკეთოთ, არა მეთქი ნოდარ ესე გასაკეთებელი და ახსნი მე რატომაც არის გასაკეთებელი და შემდეგ ნოდარ ჯავახიშვილმა ეროვნული ბანკიდან მისი თანამშრომელი ვიყავდა, მიცნობდა დათოსო ვენდოთო, მე ესო ვიციო როგორც ასაცნობსო იმის გამკეთებელიც არისო და მოკლედ ნოდარის სიტყვამ და ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებამ ეს თემა გაიტანა. რა გაკეთდა? სახელმწიფომ დავხარჯეთ 800,000 ლარი, ავაშენეთ 2000 ტონა თხილის სუპერ თანამედროვე მიმღები, საშრობი და შესანახი. ოღონდ რა პირობით? კოოპერაციის საკუთრებაში გადადიოდა ეს ობიექტი. კოოპერატივის წევრები გახდნენ 600 დარჩენილი და მეზობელი სოფლებიდან მაცხოვრებლები, ისე რომ მათ არაფერი თავისი არ შემოუტანიათ, ასე რომ ვთქვათ.
მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომ 5 წელიწადში ისინი ნელ-ნელა გამოისყიდიან ამ 800,000 ლარს და გადაგვიხდიან ჩვენ სახელმწიფოს, რომ მათ კონდეთ პასუხისმგებლობა, რომ ეს მათია. როგორ იყოს განაწილებული 5 წელიწადზე? თუ კი ფერმერი მიიღებს მაგალითად 1 ტონას, თუ შეიძლება 10-იც იყოს, 20-იც იყოს, თუნდა რამდენი იქნება, მაგრამ 1 ტონაზე რომ ვიანგარიშოთ. თუ 1 ტონას მიიღებს და ის მას შეინახავს თავის აივანზე გაშლის, ან სარდაფში შეინახავს, ან მომზადებელ სივრცეში შეინახავს ამ თხილს, 20-25% იკარგება. განსხვავებით იმისა, რომ შეინახოს კონდიცირებულ საწყობში. ამ საწყობში კონდიცირება ყველაფერი იყო ტემპერატურაზე უმაღლეს დონეზე. იქ მას შეეძლო შეეტანა თავისი თხილი ისე, რომ არ ერთიანდებოდა არც თხილის ბაღები, არც მიწის ნაკვეთები, სადაც ეს ბაღები იყო გაშენებული, თხილის ბაღები მაქვს, ხეხილის ბაღები ამ შემთხვევაში თხილისა მხედველობაში, არც ერთი საკუთარი ქონება არ შედიოდა კოოპერაციის საკუთრებაში, ყველაფერი ისევ მათ კერძო საკუთრებაში რჩებოდა. მათ შეეძლო თავისი ტონა თუ 10 ტონა თუ რაც ექნებოდათ მიეტანათ საშრობში, თავის საწარმოში მიაქვთ. 600 კაცი არის ფლობელებს საწარმოში. ეს 2 წელი მუშაობდა, ბატონო გიგლა, მამის მოგიყვები როგორ მუშაობდა. გაიხსნა, კაცო 16-ში გაიხსნა ოცნებამ, კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, იქ ჩაატარა, იმეზოში ჩაატარა, სამეგრელოში წინა საარჩევნო შეხვედრა, ულამაზესი შენობა გახსნილი, კაცო, მიგდებულია ახლა ახდება, მაგრამ მიგდებულია და სახელმწიფო მიაგდო. დარჩენილ ფერმერს შეეძლო თავის ტომრებში შეენახა, თავის სახელი დაეწერა ამ ტომარაზე და რამდენი ხანიც მოუნდებოდა, იმდენი ხანი შეენახა საწყობში და როცა გაეხარდებოდა, მაშინ გაეყიდა. ანუ ის 25% არ დაეკარგებოდა. არ დაეკარგებოდა 25%. დაელოდებოდა არ ექნებოდა ხარჯი შენახვაზე და თავის გემოზე გაყიდდა იმაზე, როცა მოინდომებდა. თუ უნდა 2 კაცი გაყიდეეთად, თუ უნდა 600 კაცი გაყიდეეთად, თუ უნდა როცა უნდა მაშინ გაყიდდნენ, ეს თავისუფლება მათ ხელში იყო. ისინი ირჩევდნენ და აირჩიეს კიდეც აგუმოვა იყო ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც კოოპერატივის ხელმძღვანელი იყო. იქ დარჩენილებმა შემდეგ 600-დან 500-მა კაცმა 100 ლარი დადეს. გამოვიდა 50,000 ლარი. ამითი 100 ლარი დადო სოფლის მოსახლეობა. 100 ლარი არც იმდენი არაა, რომ ვერ დადო, ხო? იყიდეს შემდეგ ეტაპზე განავითარეს თავის წარმოება. უკვე მარტო შენახვა, მიღება და გაშრობა კი აღარ იყო. გაშრობაზე რა ძვირფასი რაღაცა ტექნიკა იყო მაგის, რომელიც თხილს მიიღებს და გააშრობს. სად აივანზე გაშლილი და გაშრება? სად კიდე ტექნიკაში რომ გაშრება. ამათმა სატეხი იყიდეს თავისი. და იქ 30 თუ 40 ხალბატონი იყო. უნიფორმები უყიდეს, დარჩენილმა თავისი უნიფორმები უყიდა თავისივე მოსახლეობას, ვინც ფლობელი იყო ამისი. იქ ეს ხალბატონები იხდნენ და ტეხდნენ ნამთხილს 2 წელიწადი, კაცო. და ეს იყო მაგათი ყველაფერი. და გარდა ამისა, უკვე სხვა მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდივართ გარდა კოოპერაციისა სოფლის მოდელზე. სოფლის ელემენტები შევამაქვს ახლა, როგორ უნდა ყოფილიყო სოფელი. გაძლიერების მოდელი. გაძლიერების მოდელი იყო. სოფელმა უკვე თავის საწარმო შეიძინა. ისინი ახლა უყურებენ ხელში შეპესეებს ამ თხილის გადამამუშავებელი ქარხნის ფლობელებს, რომ შენი ჭირიმე ჩემგან ჩაიბარე 4 ლარში ან 4 ნახევარ ლარში. თავისი იყო. 3 თვის მერე შეიძლება 10 ლარში გაეყიდა, 4 ლარში კი არ ჩაებარებინა. აშ კიდევ უფრო მეტში გაეყიდა და ასეთი თავისუფლება არავის არ ქონდა მაშინ და ისიც თქვა მინდა სოფელში კიდე რა მივეცით. იქ ზუგდიდში ჩვენი სამინისტროს ინიციატივით გავხსენთ პროფესიული სასწავლებელი თხილის სპეციალისტების მომზადებისთვის. 4 ახალგაზრდა კაცი უკვე კოოპერატივის წევრი ზუგდიდში 1 წელი სწავლობდა თხილის ბაღებს დაჭირდება. გარდა დარჩენისა კიდევ სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურდანაც რამოდენიმე კაცი ჩავდიოდა. მთელი კურსი იყო, 1 წლიანი კურსი იყო ზუგდიდში. პროფესიული სწავლება თხილის ფერმერებისთვის. გარდა ამისა, ჩვენი გავაკეთეთ მელიორაციის სამსახურს დავავალე და დარჩენილი სოფელის დრენაჟი გავაკეთეთ 1 წელიწადში. მთელი სოფლის დრენაჟი და ჭაობიანი ადგილია ცოტა. წყალი გავიყვანეთ, ანუ ჩვენ სოფელი როგორ უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. აი ეს გაკეთებული გვაქვს მეც და მაშინ ჩემს მინისტრი ვინც იყო ოთადანელია იმასაც და ის იყო ჩემი ხელმძღვანელი, მისი დავალებით კეთდებოდა ეს ყველაფერი და ეს გაკეთებულ საქმეზე გესაუბრებ ახლა მე თეორიას ვლაპარაკობ როგორ იქნება კარგი, როგორ იყო 10 წლის წინ კარგი და ნაგაკეთე იმაზე ვსაუბრობ. გარდა ამისა, ახლა ნიადაგით მექონდებოდა მე სპეციალური ლაბორატორია შევაძენია მაშინ სამინისტროს, ანუ სახელმწიფოს არ გააჩნდა ნიადაგის ლაბორატორია. და დიდი დაჟინებით შევაძენინა. ესეთი საკითხი რა ბიუჯეტს ჩავერიე მე და ეს ლაბორატორია ახლა მქონდა და კაი თანამშრომლები ყავდა.
თელ დარჩენილებს იმ 600 კაციდან 500-მა 800 ლარი გადაიხადა 500-ვეს ნიადაგის უფასოს ისინი ჩაუტარეთ ნიმუშები ავიღეთ და მე რო დამჭირდა საკუთარ 300 ლარი რა თქმა უნდა გასო ესე გადავწყვეტეთ ჩვენ ხომ თელსოფას გავუკეთეთ მაგრამ მაინც ავახავდეთ 100 ლარი გადაიხადა თავისივე საქმისთვის ჩვენ გადავიხადა ეს ფული და ესე იგი პროფესიული სწავლება კოოპერატივი 600 კაციანი მელიორაცია და ეს ნიადაგის ანალიზები სოფელმა მიიღო ერთ წელიწადში ყველაფერი ისინი ხდებოდნენ როგორი ადამიანები იყვნენ ისიც რომ ესე იგი თვითონ შეიძლება გადაეწყვიტათ რა გაეკეთებინათ თავის საწარმოში და ასე შემდეგ გარდა ამისა რაც ვერ მოეწყო და ვერ გავაკეთეთ იყო საერთაშორისო ორგანიზაცია პაფაი ის იყო ტაილერი იყო სახელი იყო მისი კარგი ახალგაზრდა კაცი იყო ბრიტანელი იმას ჩვენ მოველაპარაკეთ უცხოელებმა დააფინანსეს გამოუშვეს ფრანგი IT სპეციალისტები პროგრამისტები რომლებმაც ჩვენ დაგვიწერეს პროგრამა აი ეს სოფტი რომ ქვია კომპიუტერული პროგრამა დავწერეთ რისთვის ეს პროგრამა ინერგებოდა ამ კოოპერატივში, ხდებოდა ხელმისაწვდომი ყველა თხილის ყიდვის მსურველისათვის და მათ შეიძლება დაენახათ, რომ საწყობში რა რაოდენობის თხილი ინახება, ვისი თხილია, თავის ტელეფონები და ყველაფრით და იქ უკვე ყიდველი დაინახავდა, გინდა საქართველოში ყოფილიყო, გინდა უცხოეთში, რომ საწყობში ინახება ამ კაცის 2 ტონა, იმ კაცის 10 ტონა, სულ 200 ტონა, ან 1000 ტონა რამდენიც იყო და შეიძლება უკვე ონლაინ რეჟიმში ყიდვაზე განცხადებები გაეკეთებინა. თუ რომელიმე დარჩენილს მოეწონებოდა რომ გავყიდი, ისე რომ იმ კაცს არც ნახავდა. ისე რომ ეს ადამიანი ვერც შეხვდებოდა მყიდველს, კაცო, კომპიუტერით გაეყიდა თავისივე თხილი. გარდა ამისა, ხელშეკრულება გაფორმებული იყო უკვე ჩვენი კოოპერაციის სააგენტომ მოამზადა ეს ყველაფერი ხელშეკრულება პაფაის დამეხმარა საერთაშორისო დონეზე ხელშეკრულებები კრისტალი ახლა მიკროსაფინანსო ბანკია მაშინ იყო ახლა მიკრობანკია მაშინ იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი ჩავიყვანეთ კრისტალმა და სააგენტომ ასევე უკვე ხელშეკრულებას უკვე წინასწარ ხელი მოაწერა რისთვის რომ კრისტალი მიწის თხილის ბაღების ქონების მანქანების ყველაფრის გირეონში ჩადების გარეშე აძლევდა სესხს თითოეულ დარჩენილს იმ ცნობის საფუძველზე, რომელსაც გასცემდა კოოპერატივი, რომ მას აქ ენახება ამდენი ტონა თხილი და უკვე გარანტად მთელი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი და არა ბინა და სახლი ისე მოევლო თავისი ბაღებისთვის, რომ ამის დაფინანსება ქონოდა. ეს გაკეთებული იყო და აქ გარდა ამისა ჩვენ პირველი ეს კოოპერატივი რო შევქმნით 600 კაციანი უკვე მთელ სამეგრელოში დასავლეთ საქართველოში ვაპირებთ უკვე ასეთი 30 კოოპერატივს გაკეთება 600 კაციანი აღარ იქნებოდა ლაპარაკი იყო შეიძლება 100 კაციანზე 50 კაციანზე რომ მოგვიდო რომ შემდეგ უკვე ეს პროგრამა უკვე ეს პირველი ნაწილი გაკეთებული იყო მეორე ნაწილი კეთდებოდა თხილის სავაჭრო ბირჟა ვირტუალური რომ უკვე გურულებს ყველას ბირჟაზე გამოეტანა გავიანთ თხილი რომ ჩვენ 2 ტონას და 1000 ტონას ვყიდით ამადამ ფაში ეს არის ერთადერთი პროდუქტი საქართველოში თხილი რომელსაც შეიძლება რომ სავაჭრო ბირჟა გააკეთო როგორც გაგვიგია ჩვენ ბრიტანეთში ნიუ-იორკში რო ჩიკაგოს ბირჟა რომ არის და ასე შემდეგ ნიუ-იორკში ბირჟები არის იმ ტიპის ბირჟა მზადდებოდა საქართველოში მოკლედ რა მოხდა მე რა მოხდა შემდეგ Ferreros კარგი წარმომადგენელი ყავდა აქ იტალიის კომპანიას. იქაც ვიცნობდი არგენტინელი კაცი იყო ისეთი ეცოთე. თქვენ სამ დარჩაში მშენებლობას Ferreros-ში დაემთხვა თუ ვერ მოვიდა. არა, Ferrero მანამდე იყო მიწათქონა ნაკედი 400 ჰექტარი და იქ უკვე შემოსულია კარგად არის რა გაშენებული ბაღები ყველაფერი და ამ კაცთან კაი ურთიერთობა მქონდა რა. ორჯერ ვიყავი მაგათთან ზუგდიდთან ახლო იყო მაგათი Ferreros ოფისი შეშესანიშნავი ყველაფერი და ამ ურთიერთობის მერე აი ეს ყველაფერი რო იხსნებოდა ფოთში იყო რაღაც ღონისძიება ფოთში დიდი ღონისძიება სამთავრობო ღონისძიება იყო და ეს Ferreros იყო მოწვეული იქ და გავართ კაცო იქა და ამ კაცს ვახარე ჩვენ რო გვისაუბრია მეთქი რაღაც გაერთიანებაზე ფერმერები რაღაცები ჩვენ ეს გავაკეთეთ და ამოქმედ და მეთქი და არჩევნებში 600 კაციანი მეთქი გონია რომ გაეხარდება ამ კაცს რა ადამიანი იყო ალბათ 45 წლის 60-მდე ხო ძალიან იტალიელი იყო ხო არგენტინიდან. კარგი. შესანიშნავი კაცი იყო, რო გესიამოვნება ადამიანი რა. ადამიანმა სახსახი დაიწყო, კანკალი დააწყებინა. კინაღამ დაეცა. და ვერ მიხვდი რა მოვიდა მეთქი ამ კაცს რა. და ნუ რა აღმოჩნდა მერე.
ეს ყველაფერი მთელი ფერმერობა და ყველაფერი ფერეროს ხელშია დღემდე ვინც კარგი იმას აწარმოებს აქვია თხილს ის თვითონ ყავს იმას ამოდებული თავის ქვეშ თვითონ თვითონ ასწავლის რაღაცას უკეთებს თვითონ იმაშლება მაგრამ ეს თურმე მისი მონოპოლიაა საქართველოში და ეს რომ უცებს სახელმწიფომ გააკეთა ამ კაც კამკალი დააწყებული კონკურენტი დაინახა და კარგავ რატომაც იყო ეს ეგ ჩამოსული ეს არის ფერეროს ინვესტიცია რომ ვიზოდეთ თქვენ ვიღაცას ფერერო ძალიან მაგარი გონიათ რომ მოგაწყვილო თქვენ უყალანი თავი ექსპერტები რო გონიათ ეგ მაგის ბრალი არის ყველაფერი ვიცი ვინც გამოვიდა ფერერო ჭკვიანია ფერერო ჭკვი ეკონომიკის სამინისტრო არიან ამ ფერეროზე აბუდებდათ უკვე ფერერო ინვესტიცია კი არის ეს არის მოწინააღმდეგე კონკურენტის განადგურება რა მოხდა შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მე უკვე წამოსული ვარ იქიდან 2 წელი მუშაობს წამოვედი რატომ? მიწის გაყიდვის წინააღმდეგ ვიყავ მთავრობაში მარტო მე. მაშინ ტელევიზიაზე მე გამოდიოდი, მაშინ თქვენ გამოდიოდი, ხალხი გამოდიოდა, ვინც ამას ლაპარაკობდა, მაგრამ მე მთავრობაში მიწები მაგიდემა ხატრელებული პრემიერ-მინისტრებისთვის და მინისტრებისთვის, რომ მიწები რა გაყიდული იყო და მაგიტომაც ახლა დამნიშნეს და მაგიტომაც გაუგო საბოლოო ჯამში მე ოსმენების მთავრობიდან. მარტო მე ვიყავ წინააღმდეგ. აქეთ პაატა იყო კოგუაშვილი, ვაჟა ოთარაშვილი და კიდევ ეს ქმედება ახლა რაც თქვენ ძალიან ჩათვალოთ, რომ ძალიან დიდი აქტივია და დაგვხვდებათ ძალიან მალე ქართულთა დიდი რა მოხდა შემდეგ? რომ მიხედავს ყველაფერს თქვენერი კადრები აუცილებლად დაჭირდება. რა მოხდა შემდეგ? ბატონო გიგლა, ახლა მე უბრალოდ დროში რა ჩავეტიო, მინდა რომ მოვასწრო. დიახ. ჩვენი წამოსვლის შემდეგ მინისტრიც გადავიდა, მეც პარლამენტში გადავიდა მაშინ და მეც წამოვედი იქიდან. როგორც კი დაინიშნა ახალი მინისტრი თავისი მოადგილებიანად, ის კვირიკაშვილის ნარჩევი ხალხი რო შეირჩა. რა გააკეთეს? კოოპერაციის სააგენტო გაუქმდა. კი ბატონო, მაგრამ დარჩელი ხო არის? დარჩელშივე გრანტი 9 მილიონის გრანტი მისეს შეპესეს და იმან ზუსტად დარჩელში ააშენა ანალოგიური კონკურენტი საშრომი. ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ კაცო იმასთან 600 კაცთან რომ 5 წელიწადში 800-ს არის გადაიხადეთ. არ გვიჩუქებია ჩვენ ადამიანებს პასუხისმგებლობის ზრდობა უნდა კონდეს მარტო 20% რომელიც გაშრობაში და შენახვაში ეკარგებოდა თავის სახში ეს ნამატით ყოფნი და 3 წელიწადში რო გამოგესყიდა 5 წელი ვადამიოჭეთ 800-ი შეცხი ქონდა იმას აღებული კოოპერატივს 9 მილიონი ლარი მისეს საშუქარი გრანტი, უცხოელებიდანაც გრანტი მიიღო, სახელმწიფოსგან კიდევ მიიღო ის რა ქვია, ის შეღავათიანი შეცხი კიდევ პატარა და კონკურენტი დარჩილში ვიარაშენ ეს სამეგრელო რა, თხილი და სხვა ადგილი ვერ ნახეს კაცო. ჩაძირეს კაცო. ის კაცი ჩაიძირა მე მგონი ის აღარ მუშაობს, მაგრამ აი ესე გაანადგურეს კოოპერაცია, ასე გაანადგურეს ის რაც ჩვენ სოფელში შევქმნით და სოფლის მომავალი პრაქტიკულად ხაზი გადაუსვეს. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება ზუსტად დაწყებული 17 წელია როცა ვინც იყო ბირთვი ენთუზიაზმით მისული ოცნებაში ვინც უმრავლესობა რო გამოუშვეს ასე ნელ ანგრევს თხილის დარგს მევენახეობის მეღვინეობის დარგს და დარგებს ათითაოთ იმიტომ რომ არიან უცოდინარები და არამედ გამკეთებლები არ არიან ისინი და არც გვისმენენ ჩვენ როგორც არის ბატონი ნდებული ბატონი გიგლა და ბატონი დავიცი და კიდევ რამოდენიმე ღირსეული მწოდი ადამიანი ამიტომ ჩემი მიმართვა არის ეს ამბავი მოისმინოს ახალგაზრდა კაცია სოფლის მეურნეობის მინისტრი ვინც ახალი დანიშნულია ჩვენ იმათ არც ერთ შემთხვევაში არ დავახასიათებთ ცუდად ვიდრე ესენი ცუდ რამეს არ გააკეთებენ ამ ადამიანს ჰქონდა რამოდენიმე კარგი იდეა მათ შორის აი ყურძენი დიფერენცირებული ფასებით რომ შეიძინონ მაგალითად სველის დროს ეს ერთი ნაბიჯი ასიდან მაგრამ ერთი ნაბიჯი ხომ მაინც კარგია მეორე მოიკითხა ჯიშთა გამოსთა როგორ ჯიშთა გამოსთან გაანადგურეს მაგაზე კიდე ახლა დღეს ვეღარ მოვყვები ჯიშთა გამოსთა გაკეთებული იყო და ისიც გაანადგურებულია შემდეგ გაკეთებულები გაანადგურეს ოცნების დროს გაკეთებულები გაანადგურა ოცნებამ შემდეგ 8 წელიწადში და ახალგაზრდა მინისტრს ახალ დანიშნულ მინისტრს მინდა ვთხოვო რომ ეს ყველაფერი მოისმინოს მე შეხვედრაც ამჭირდება მასთან მე ტელევიზიის ლაპარაკობ რაც გაკეთებული იქნა მოითხოვოს არიან თანამშრომლები ვინც ყველაფერი გააკეთა გიორგი მიშელაძე არის შესანიშნავი მწოდნიერი კოოპერაციისა იქ ნიადაგებში ეკასანაძე არის დაიბარ ეს ხალხი და რაც მე ტელევიზიით მოყევი იმათ მოაყოლინე კიდევ ბევრი ხალხია ძალიან სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეკონომიკაშიც ბევრი ხალხია კარგი მაგრამ ის რომ თავს არ ესმის და აყოლილია ხან ინვესტიცია მინდა რაღაცა მინდა ამაზე აყოლა ქვეყანას დაანგრევს საბოლოო ჯამში ამიტომ სამეგრელოს გამოაცალეს უმთავრესი ეკონომიკური ბერკეტი რომ ხალხი სამეგრელოდან არ წამოსულიყო არც თბილისში არ უნდა წამოვიდეს მეგრელი და უცხოეთში არ უნდა წავიდეს სამეგრელო არის საქართველოს ნამდვილი ცენტრი აღორძინებისა სამეგრელოს გარეშე ჩვენ კარგავთ საქართველოს შეიძლება ითქვას დღეს ახლა მაღაზია არ მეყოფა და შემდეგ დროს ამასაც მოგახსენებთ ბატონო გიგლა დიდი მადლობა რა უნდა დავამატო ახლა მე ჩემი სტუმრის აი ამ ცხარე ტონს და გულიდან ამოსულ სიტყვებს ჩემო ძვირფასო მაყურებლებ
ქართველთა დიდი გაერთიანება სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას კპირდება აუცილებლად. მე თვითონ ჩამოვალ დარჩელში. დარჩელი ჩემთვის ნაცნობი სოფელი, მე უახლოესი ხალხი მყავს და მცირე ჟურნალისტურს არა მხოლოდ მცირე, შეიძლება დიდი ჟურნალისტური გამოძიებაც ჩავატარო იმ ეგრეთ წოდებული კონკურენტი ვიღაცისგან. ეხლა რა თქმა უნდა, ვინც მე მიცნობს, იცის რომ მე ეხლა აქედან რაც ეს ჩვენი დრო ეხლა იწურება, მაგრამ ბატონ დავითს გამოუკითხავს კარგად, არ გაუშვებ, რა თქმა უნდა, კულისებში ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს. მე ცოტა ისე დეტალებს ამოვკრიფავ ამ ყველაფრისას და ჩვენ ამ თემას ამოვწევთ, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ეს თემა რატო წამოვაწევინე ბატონ დავითს. სამეგრელოში და გურიაში და შესაბამისად სხვა რეგიონებში ქართველ მეთხილეთა პრობლემები მართლა არავის არ წამოუწევია ეს იმისეულად და ჩემთვის სრულიად უცნობი რაღაცა, იმიტომ რომ იმდროინდელი მედია და დღევანდელი მედიაც რა თქმა უნდა გადაყოლილია მხოლოდ ეგრეთ წოდებული ბრადვინიტი მედია გადაყოლილია უაზრო თემებს და ეს არსებითი საკითხები რაც არის ამოსაწევი ესენი სადღაც შორჩება ყურადღების მიღმარჩებათ. ამიტომ ჩვენ ქართულ საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში მე ჩემს გადაცემაში დიდ გარღვევაში გასარღვევს არც კი დავტოვებთ, ყველაფერზე გაგიმახვილებთ ყურადღებას ძალიან სერიოზულად. ჩვენ სხვა თემებზეც შევთანხმდით უკვე სხვა თემებს სალაპარაკოთ და ამას ნელ-ნელა მოგასვეს. საჭიროა თქვენი აქტიურობა, თქვენი მხარდაჭერა. მე ჩემგანაც მიუმართავ ბატონ დავით სულაშვილს ახალ დანიშნულ მინისტრს, რომ ყურად იყოს ამხელა ექსპერტის და პროფესიონალის რჩევა და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. იქნებ დაინტერესდეს რაღაცა ელემენტარული რო ეძებს ახალი ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება კორუფციის ელემენტებს, აგერ ეჭვიც არ მეპარება, რომ დარჩელში სერიოზული კორუფციული სქემაა ამუშავებული მამანთა და მამანთა მიერ და ასე რომ მიეხედება ამ თემას. მადლობა ბატონ დავით. მადლობთ ბატონო გიგლა. და აქვე შევთანხმდეთ, მე უნდა შემოგთავაზოთ ასე ოფერი გაგიგეთოთ ასე ვთქვათ. ხდებით თუ არა ქართველთა დიდი გაერთიანების აქტიური წევრი და მხარდამჭერი? მხარდამჭერი წალსახად. წევრი ჯერჯერობით ჩემი ცოდნისა ვარ მარტო. კეთილი, დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრაზე. მადლობთ. მადლობთ.